საქართველოს პრემიერი უკვე 2 დღე აჭარაში შეხვედრებს მართავს ამ ხნის განმავლობაში ის როგორც სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლებს, ასევე სასულიერო პირებსა და სტუდენტებს შეხვდა. 10-მდე შეხვედრიდან ჟურნალისტებმა მხოლოდ ერთი მათგანის გადაღება შეძლეს, ისიც ნაწილობრივ. კითხვების უმრავლესობა კი კვლავ პასუხგაუცემელი დარჩა. პრემიერმა დღეს არც გონიოში მიწის დაკანონების საკითხზე საუბარი ისურვა და არც მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარებაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა არც ტელეარხი 25-ის მფლობელების პროკურატურაში დაკითხვისა და ამ თემაზე მისთვის პირადად გაგზავნილ წერილზე ისურვა საუბარი. ისაუბრეს თუ არა აუდიენციისას აჭარის უმაღლეს საბჭოსა და მთავრობას შორის ურთიერთობის პრობლემებზე ამ კითხვის დასმის საშუალება პრემიერისთვის ჟურნალისტებს საერთოდ არ მიეცათ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აჭარაში 2 დღიანი შეხვედრების ფარგლებში ქობულეთში შემოვლითი გზის მშენებლობაზე, 2 საწარმოში, უმაღლეს საბჭოში, საკონსტიტუციო სასამართლოში, აჭარის მთავრობაში, სარფში, ბათუმის მეჩეთში, საზღვაო აკადემიასა და მუსიკალურ სასწავლებელში იმყოფებოდა. ამ შეხვედრებიდან მედიას საკონსტიტუციო სასამართლოში გამართული შეხვედრების ნაწილობრივ გადაღების საშუალება მიეცა. გიორგი პაპუაშვილმა შეხვედრების დასრულების შემდეგ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სასამართლოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებები ხშირად განსხვავდება და ეს დაპირისპირებასთან არ უნდა ასოცირდებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში შეიძლება ჩვენი გადაწყვეტილებები წინააღმდეგობაში მოდიოდეს, ესე ვთქვათ, გარკვეული საკანონმდებლო ან აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებებთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შორის კონფლიქტები იქნება. ჩვენი ხელისუფლების მთავარი მონოპოვარი და მთავარი ასე ვთქვათ მიდგომა არის შემდეგი, რომ უნდა მოხდეს ინსტიტუციების გაძლიერება და უნდა უზრუნველყოთ ინსტიტუციების სასამართლოს დამოუკიდებლობა და ასე ვთქვათ თავისუფლება. რის შესახებ ესაუბრა ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივ მთავრობასა და აჭარის უმაღლეს საბჭოს. ამ საკითხებზე კომენტარი მხოლოდ აჭარის განათლების მინისტრმა გააკეთა. იყო თუ არა საუბარი უმაღლეს საბჭოსა და აჭარის მთავრობას შორის კომუნიკაციის პრობლემებზე. გიორგი თავამაიშვილი ირწმუნება, რომ არ ყოფილა. გამოთქვა სურვილი, იმიტომ რომ დროის სიმცირე იყო, რომ ის საკითხები, რაც სამინისტროებად ცალკე შეიძლება ცალკე შევჯერდეთ პრემიერთან შეხვედრის დროს. ცენტრალურ მთავრობასა და ადგილობრივ შორის იყო კომუნიკაციის პრობლემა, ასევე უმაღლეს საბჭოსა და მთავრობას შორის. ამაზე თუ არა, ამის თაობაზე არ ყოფილა საუბარი. დღეს პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის დისტანციურ დაკითხვაზე გამოცხადების დრო ამოიწურა. ღარიბაშვილმა არც ამ საკითხზე ისურვა საუბარი. პროკურატურას მიმართეთ მე ნაკლებად ვარ ჩართული. ტელეარხი 25-ის დირექტორმა ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით 2 თვის წინ პრემიერ-მინისტრს პირადად მიმართა, რაზეც პასუხი ვერ მიიღო. ღარიბაშვილმა პროკურატურის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის ფაქტის გამოძიება ისევ პროკურატურას მიანდო. არ მეგონი მაგ საკითხს სწავლობს პროკურატურა და პროკურატურას მიმართეთ ასე უჯობესი. ჟურნალისტებისა და მოქალაქეებისაგან საქართველოს მთავრობის მეთაურს პირადი დაცვის წევრებთან ერთად სახანძრო საპატრულო ეკიპაჟები და სნაიპერები იცავდნენ.